დღეს საქართველოში მილიონობით ადამიანი მიირთმევთ პურს, რომლის მეტი წილი ფქვილი შემოტანილია საზღვარგარეთიდან, კერძოდ რუსეთიდან. ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური პრობლემა, ეს არის სტრატეგიული და ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. რატომ არის ეს სარისკო? რუსეთმა ერთხელ უკვე უბრალოდ დააწესა ხორბალზე ექსპორტის შეზღუდვები და საქართველოში პურის ფასები გაიზარდა. ასევე, ნებისმიერი გარე კრიზისი ნიშნავს ჩვენს შიდა პანიკას. და, რაც ყველაზე ცუდია, ამ ყველაფერზე არ გვაქვს კონტროლი. მინდა გითხრათ ფაქტები. ჩვენ მოვიხმართ წელიწადში დაახლოებით 600,000 ტონას, რომლიდანაც 100,000 ტონა ადგილობრივად მოყვავს, ხოლო 500,000 ტონის იმპორტს ვაკეთებთ. ეს ნიშნავს, რომ ეს თანხა, რა თანხაც 500,000 ტონაში ვიხდით, ყოველწლიურად გაედინება საქართველოდან იმის ნაცვლად, რომ დარჩეს შიგნით, მოხმარდეს ქართველებს, ფერმერებს და ასე შემდეგ. საქართველოს აქვს კლიმატი, სოფლის მეურნეობის ტრადიციები და ახალი თაობა, რომელიც ტექნოლოგიით შეძლებს იმავე მიწიდან გაცილებით მეტი მიიღოს. გარდა ამისა, ჩვენი 80 საუკუნოვანი ქართული ხორბლის ტრადიცია უნდა გადავარჩინოთ. მსოფლიოში არსებობს 27 სახეობა, აქედან 5 ქართულია. აქვე შეგვიძლია დავნერგოთ თანამედროვე მიდგომები, როგორიცაა ჭკვიანი მეურნეობა, GPS ტექნოლოგია, სენსორები, დრომდე მორწვა და ასე შემდეგ. რეგენერაციული სოფლის მეურნეობა, ნიადაგის გამაჯანსაღებელი მეთოდები, საწყობის სისტემების გაუმჯობესება, სტრატეგიული რეზერვები, ფერმერების მხარდაჭერა, სუბსიდიები, ტექნიკა, საგანმანათლებლო პროგრამები, ადგილობრივი ციკლის განვითარება, ფერმერი, მეწისქვილე, მეპურე. შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ სოფლის მეურნეობაში ინვესტიცია ძვირია, მაგრამ აქვე ვიკითხავ, ძვირია დამოუკიდებლობა, ძვირია საკვები უსაფრთხოება, გადაარჩინე პური ქართული. შეაჩერე რუსეთზე დამოკიდებულება და დაიწყე მოქმედება დღესვე. დაუჭირე მხარი პეტიციას, რომლის ლინკიც აღწერაშია.